დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ეს არის ფრაზა, რომელთაც მე ყოველთვის ვიწყებ გადაცემას, იმის ხაზგასასმელად, რომ დიახ, ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის კონცეფცია. ეს გახლავთ მთავარი სათქმელი და აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე, ამიტომ ვსაუბრობთ ადამიანისთვის ყველაზე ფასეულსა და ღირებულებაზე, რასაც თავისუფლება ჰქვია და ძალიან ხშირად თავისუფლება ჯანმრთელობით იზომება. დიახ, ჯანმრთელობა გახლავთ ადამიანის თავისუფლება და დაავადება გახლავთ შეზღუდული თავისუფლება. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ სულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. თითქოს მხოლოდ 3 წახნაგი წარმოვაჩინეთ იმისთვის, რომ ჯანმრთელობა განმარტოთ. არადა თანამედროვე მედიცინის მონაცემების, თანამედროვე მეცნიერების მტკიცებულებათა შესაბამისად, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ უკვე ბევრ წახნაგზე. თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ჩვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ წახნაგებს ემოციური, სულიერი, გარემო ფაქტორები დავამატეთ. ანუ ჯანმრთელობის ის კომპონენტები, რომელიც დღევანდელი თანამედროვე საზოგადოებისათვის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურიც არის. თუმცა ვინ უზრუნველყოფს ამ წახნაგების სრულყოფილებას? ვინ გასაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას? რა ინსტრუმენტები გვაქვს იმისთვის, რომ ამგვარი მრავალწახნაგოვანი ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ? ამგვარი მრავალწახნაგოვანი ჯანმრთელობა უზრუნველყოთ. უზრუნველყოთ ადამიანის დიდხანს სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი. აღმოჩნდა, რომ საიდუმლო ოჯახის შიგნით არის მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში, რომელიც შვილების დაბადებამდე ყალიბდება და მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ეს არ არის უბრალოდ ბიოლოგიური კავშირი. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეს არის პასუხისმგებლობათა შორის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენ შვილის სიცოცხლეზე ვზრუნვართ. შესაბამისად, ყველა იმ სურვილზე, რომელიც შეიძლება შვილის მისამართით გქონდეს, მხოლოდ მაშინ ღირს დაფიქრება, როდესაც ჩვენ სათანადო ჯანმრთელობა მივეცით ჩვენ შვილებს და სათანადოდ ზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ზრუნვა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. დიახ, თუ ჩვენ საუბრობთ ბავშვობაზე, ჩვენ საუბრობთ ასაკზე 0-დან 18 წლამდე. თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპი საბოლოოდ განსაზღვრავს ჯანმრთელობას და მათ შორის როგორი იყო ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის მდგომარეობა, უფრო ზუსტად კი ნაყოფის მდგომარეობა, როგორი იყო სიცოცხლის პირველივე წუთებიდან მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეიძლება იყოს განსაზღვრელი იმისა, როგორი იქნება ხანდაზმულობასა და მოხუცებულობაში ადამიანის ჯანმრთელობა. ჩვენ ეს უკვე დანამდვილებით ვიცით, ამიტომ საუბრობთ ამ კავშირებზე, ამ პასუხისმგებლობებზე და საუბრობთ ცოდნაზე, საუბრობთ მტკიცებულებებზე, რომელიც ძალიან ბევრი აქვს თანამედროვე მედიცინას და განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ჩვენი კოლეგები თავს იყრიან ხოლმე მაგალითად თბილისში და ჩვენ გვაქვს საშუალება გაგიზიაროთ რა არის ახალი ამა თუ იმ დარგში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვთა ნევროლოგიას ეხება საკითხი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის ნერვული სისტემის ჯანმრთელობას ეხება საქმე. შორენა ლაბაძის სიუჟეტი, რომელიც ძალიან საინტერესო სიახლეზე მოგითხრობთ. გამართეთ კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის სახელწოდება გახლდათ პედიატრიული ნევროლოგიის იშვიათი შემთხვევები. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ახალშობილთა ეპილეფსიები, მათი დიაგნოსტიკა და მართვა. ასევე ვისაუბრეთ ცხელებით გამოწვეულ გულყრებზე. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს გახლდათ ვიტამინ დამოკიდებული მდგომარეობები. ასევე ვისაუბრეთ პედიატრიული ინსულტის შესახებ.
გენეტიკური ტესტირება ბავშვთა ნევროლოგიაში მეტად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების ეტიოლოგია არ ვიცით, მაგრამ თუ საქმე ამ შემთხვევებს არ ეხება, გენეტიკურ დარღვევებზე უნდა ვიფიქროთ. გენეტიკური ტესტირებით შესაძლებელია ყველა 20,000 გენის ერთ ჯერზე შემოწმება. ამ მეთოდით სწრაფი პასუხები გვაქვს რთულ კითხვებზე, მაშინ როცა წარსულში თანმიმდევრული კვლევებით საბოლოო დიაგნოზის დასმამდე 5-დან 7 წლამდე ლოდინი გვიხდებოდა. ცერებრული დამბლა ბავშვებში მოტორული უნარების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ჩვენ ვიცით ამის რისკ ფაქტორებიც. ესაა ნაადრევი მშობიარობა, დაბალი წონა დაბადებისას. გვყავს ბავშვების დიდი ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს, თუმცა მათ არ აღენიშნებათ რაიმე ცვლილებები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მიხედვით. ბავშვების ეს ჯგუფი გენეტიკურად უნდა შეფასდეს. მკურნალობის თვალსაზრისით გვაქვს ავსტრალიელი ავტორების ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი შუქნიშნების შესახებ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისთვის. თუ გვაქვს მწვანე შუქი, ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ მხარს უჭერთ ამ თერაპიას, რადგან გვაქვს მტკიცებულება, რომ ის მუშაობს. ჩვენ გვაქვს თერაპიების დიდი რაოდენობა, რომელიც წითელი შუქის ქვეშაა, რაც ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მტკიცებულებები არ არის მყარი და ეს შესაძლოა საზიანოც კი იყოს. მკურნალობისა და ინფორმაციის მიწოდების პროცესში ეს ძალიან დიდი პრაქტიკული ნაბიჯია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებზე ზრუნავს. კრუნჩხვა ახალშობილებში ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური შემთხვევაა. ეპილეფსია შესაძლოა სიცოცხლის პირველ დღეებში ან პირველი თვის ბოლოს დაიწყოს. ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ ინსულტი, ისევე როგორც ხანდაზმულებს. ძალიან მნიშვნელოვანია მწვავე პროვოკაციული კრუნჩხვების მქონე ახალშობილების დიფერენცირება. ახალშობილებში კრუნჩხვების მკურნალობა ერთი საერთო გზით არ შეიძლება. მნიშვნელოვანია დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმა. ზოგ შემთხვევაში ეპილეფსიის საუკეთესო მკურნალობა ქირურგიული ჩარევის განხილვაა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ პერსონალიზებული მკურნალობის ჩატარებას. ყველა ბავშვი განსხვავებულია, შესაბამისად თითოეული პერსონალიზებულ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და როგორც გადაცემის შესავალში მოგახსენეთ, განსაკუთრებული საზრუნავია ჩვენთვის ბავშვები და განსაკუთრებული საზრუნავია ჩვენთვის ბავშვების ჯანმრთელობა. თუმცა ნერვული სისტემის ჯანმრთელობა რამდენად საყურადღებოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. და მე ვფიქრობ, ახსნაც არ სჭირდება და განმარტებაც, რამდენად საყურადღებო და მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობა ჩვენი შვილებისთვის, ასაკის და განვითარების ეტაპის მიუხედავად. განსაკუთრებით ყურადღება გვმართებს მაშინ, როდესაც ჩვენ კონკრეტულ პრობლემებზე ვსაუბრობთ და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ბევრისთვის შესაძლოა უჩვეულოც იყოს. უჩვეულო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დიაგნოზს საზოგადოება პირველად არ მოისმენს. ამ დიაგნოზის შესახებ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წარმოდგენაც კი გვაქვს, მაგრამ ძალიან რთულია ეს დიაგნოზი დაუკავშიროთ ბავშვებს, რადგან დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ინსულტზე ბავშვებში, რაც ვფიქრობ ბევრისთვის მოულოდნელი სიტყვათა შეთანხმება და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ექიმი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რომელიც გახლავთ ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ამავე უნივერსიტეტის პედიატრიული ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი სოფო ბახტაძე. სოფო, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ვიდრე ინსულტზე ვისაუბრებთ და ვიდრე ავხსნით, რატომ არის ასეთი აქტუალური და საყურადღებო თემა ინსულტი ბავშვებში, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როდესაც თქვენ წარდგინეთ, მე არ ვთქვი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც თქვენი წარდგენისას აუცილებელი იქნებოდა, თუმცა ცალკე მინდა გამოვყო სიამაყით და მოგილოცოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქართულ მედიცინაზე და როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს წარმატებებზე, ჩვენ გულისხმობთ ჩვენ თანაზიარობას საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებასთან, იმ ფასეულობებთან, იმ მიღწევებთან, რაც არის მტკიცებითი მედიცინისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. და დღეს მე მართლაც სიამაყით მინდა წარმატგინო თქვენი სტუმრობა განსხვავებულ შტრიხში, იმიტომ რომ ამჯერად თქვენ წარგადგინოთ როგორც
ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრად უნდა წარგადგინოთ და ამავე დროს ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელად. ეს არის თქვენი ახალი სტატუსი, რომელიც ძალიან საპატიოა და ჩემთვის ძალიან საპატიო ასევე, რომ დღეს პირველად ამ სტატუსით გაცხადებთ და გილოცავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ნამდვილად და ძალიან საამაყოა პირადად ჩემთვის და ვფიქრობ ყველასთვის ეს ფაქტი გილოცავთ და დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა და უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. სწორად აღნიშნეთ, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ვიყო ევროპაში ყველაზე უფრო ავტორიტეტული საზოგადოების, ბავშვთა ნევროლოგიაში ყველაზე უფრო ავტორიტეტული საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო კომიტეტის თავმჯდომარე და თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დიდ პატივთან ერთად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ტვირთი, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართმევ თავს. დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ ყველაფერს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ პროცესებში. თუმცა დაუბრუნდეთ დღევანდელ თემას, რომელიც შეიძლება იყოს მოულოდნელი ძალიან ბევრი ოჯახისთვის და ვერც კი წარმოუდგენია ალბათ ზრდასრულ საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბრობთ ბავშვთა ასაკის დიაგნოზზე ინსულტის სახით. ეს რა არის? ეს არის გამონაკლისი მდგომარეობა, უიშვიათესი მდგომარეობა, თუ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ეთნიკური თავისებურების მიუხედავად ნებისმიერმა საზოგადოებამ, რომ ბავშვებს ინსულტი ემართებათ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, საკმაოდ უჩვეულოა ბავშვთა ასაკში, თუმცა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში არც თუ ისე იშვიათი. ბავშვთა ინსულტი, ისევე როგორც მოზრდილთა ინსულტი, განსაზღვრებას თუ დავუბრუნდებით, გახლავთ მწვავე ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ვითარდება ფოკალური, ანუ ადგილობრივი იშემიის ან ჰემორაგიის პირობებში. მე განვმარტავ, რას ნიშნავს ადგილობრივად განვითარებული იშემია, მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ადგილობრივად განვითარებული იშემია ნიშნავს, რომ თავის ტვინის გარკვეულ უბანში ადგილი აქვს სისხლის ნაკადის მიწოდების შემცირების, დაყოვნების გამო გარკვეულ იშემიურ, ანუ ჟანგბადის ნაკლებობით განპირობებულ სტრუქტურულ ცვლილებებს და ჰემორაგია ეს გახლავთ თავის ტვინის გარკვეულ უბანში და ამაზე დროალბათ მოგცემ საშუალებას უფრო დეტალურად შემდგომში ვისაუბრებ, ჰემორაგიის, ანუ სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობა. თქვენ სწორად აღნიშნეთ და მე გავიმეორებ, რომ ის არც თუ ისე ხშირია საბედნიეროდ ბავშვთა ასაკში, დადგენილია, რომ საერთაშორისო მონაცემებით ბავშვთა ინსულტი სიხშირე შეადგენს 8-დან 15-მდე ყოველ 100,000 ბავშვზე. მაგრამ აქ ჩვენ საუბრობთ ბავშვთა ასაკზე. მოგეხსენებათ ბავშვთა ასაკი ეს არის ასაკი, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი ასაკის, ანუ 5 წლიდან 18 წლამდე, ანუ მოზარდობის ჩათვლით მოზრდილობამდე ასაკობრივ ჯგუფს. კიდევ გვაქვს სიცოცხლის პერიოდებში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხანა ჩვენი ცხოვრების, ეს გახლავთ ნეონატალური, ანუ ახალშობილობის ხანა. დადგენილია, რომ ახალშობილებში ინსულტი 6-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ახალშობილობის შემდგომ პერიოდში. ეს არის ჩვილობის პერიოდი, რომელიც 28 დღიდან, დაბადების 28 დღიდან 1 წლამდე გრძელდება და ბავშვობის ასაკი, რომელიც უკვე ავხსენი. ანუ ახალშობილობის პერიოდში, ნეონატალურ პერიოდში ინსულტის სიხშირე 6-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვილობის და ბავშვობის პერიოდში, რასაც და ამას მინდა აღვნიშნო, რომ თავისი გარკვეული მიზეზები აქვს. და რატომ არის ახალშობილობის პერიოდში ის ყველაზე უფრო ხშირი? იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ახალშობილები, ყავს სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად. იმიტომ, რომ ახალშობილობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მდგომარეობა გახლავთ ჰიპოქსიური ისემიური ენცეფალოპათია და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნოთ, რომ აპრილის თვე წარმოადგენს ჰიპოქსიური ისემიური ენცეფალოპათიის ცნობადობის თვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაავადება, მდგომარეობა გახლავთ ახალშობილობის პერიოდში, რომელიც ინსულტის განმაპირობებელ ყველაზე ხშირ რისკ ფაქტორს და მიზეზს წარმოადგენს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თავის ტვინი ჰიპოქსია მოგეხსენებათ
მოიხსენებათ, ამას ნიშნავს, განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას მაყურებლისთვის გასაგებად რომ ახსნათ და ამას აქვს თავისი გარკვეული მიზეზი და ეს მიზეზი გახლავთ ის, რომ ფიზიოლოგიურად, ანუ ბუნებრივ პირობებში ახალშობილის თავის ტვინი საკმაოდ ასე ვიტყოდი ხარბია სისხლის და ჟანგბადის მოხმარებისადმი ის აქტიური განვითარების ფაზაში იმყოფება დაბადების შემდგომაც, ამიტომ ის მოიხმარს და საჭიროებს ბევრად უფრო დიდი რაოდენობით ჟანგბადს, ვიდრე თუნდაც ბავშვობის პერიოდის თავის ტვინი ან მოზრდილის თავის ტვინი. ცხოვრების ყველა შემდგომ ეტაპზე. ცხადია, იმიტომ რომ განვითარების ყველაზე აქტიური, აი მაგალითად მიელინის გარსი, რომელიც ფარავს ჩვენ ნეირონს, ყველაზე აქტიურად სიცოცხლის პირველ წელს ყალიბდება და ბევრი სხვა სტრუქტურა ჩვენს თავის ტვინში შესაბამისად 100%-ია ნამატი და ზრდა. დიახ, მოცულობის და შესაბამისად ფუნქციის. აქედან გამომდინარე ის დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოითხოვს და გარკვეული პირობები, გარკვეული ფაქტორები თუ იწვევენ იმას, რომ ჰიპოქსიის, ანუ ჟანგბადის ნაკლებობის მდგომარეობა ვითარდება თავის ტვინში, მაშინ ეს არის რისკი. ცხადია, ჯერ მიზეზი არ ვსაუბრობ, ეს არის რისკი ინსულტის განვითარების და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჰიპოქსიური ისემიური ენცეფალოპათია, როგორც თქვი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მდგომარეობა და მისი იმას სამი სტადია გააჩნია, ეს არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მსუბუქი საბედნიეროდ მკურნალობას არ საჭიროებს და თავისით გაივლის, საშუალოს და მძიმეს სჭირდება ჰიპოთერმით და მთელი რიგი სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობა. და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პერინატალური პერიოდის ინსულტი, რომელზეც მე შედარებით ზედაპირულად უკვე ვისაუბრე, ეს არის ინსულტი, რომელიც ვითარდება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი დედებისთვის. გესტაციის 28 კვირიდან დაბადების, ანუ პოსტნატალურად დაბადების შემდგომ 28 დღემდე, 28 დღე არის ახალშობილობის პერიოდი. ანუ რეალურად მუცლად ყოფნის პერიოდში და ის კლინიკურად ვლინდება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან უახლოეს საათებში. ჩვენ ყავს ნეონატალურ ინტენსიურ განყოფილებაში ყოლია ასეთი პაციენტები. ანუ ის მუცლად ყოფნის პერიოდიდან შეიძლება განვითარდეს და მას პერინატალური ინსულტი ეწოდება. არსებობს ასეთი ტერმინი ამ პერიოდის, ეგრეთ წოდებული ჩუმი ინსულტი, ეს არ გახლავთ სამედიცინო ტერმინი და არც თუ ისე შესაბამისობა ინსულტის განსაზღვრებასთან, ვინაიდან უკვე ვთქვი, რომ ინსულტი მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობა და ის ჩუმი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, მაგრამ რა იგულისხმება, აი ამ ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ, იგულისხმება ის, რომ ინსულტი განვითარდა მუცლად ყოფნის პერიოდში, ანუ იშემია, აი ეს დარბილების კერა ჟანგბადის ნაკლებობით და სისხლის დაყოვნებული მიდინებით განპირობებული დარბილების კერა თავის ტვინში, მას ასე ვთქვათ ქრონიკული გლიოზის კერები ეწოდება და მისი გამოვლინება დაბადების შემდგომ არის კლინიკურად მწვავე, თუმცა სტრუქტურული დაზიანება თავის ტვინში რადიოლოგიური კვლევის პირობებში არ არის ისეთი მწვავე, ანუ იქ უკვე ქრონიკული იშემიის კერებია ჩამოყალიბებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თავხდებით იმაზე, რომ ახალშობილობის პერიოდში ინსულტი გვხვდება, საერთო რაოდენობას თუ შევადარებთ ახალშობილობის პერიოდის დაავადებებთან, ის არც თუ ისე ხშირია საბედნიეროდ, თუმცა თუ ინსულტის ჭრილში განვიხილავთ, ამ პერიოდის ინსულტები მოგვიანებით პერიოდის ინსულტებთან შედარებით გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება. როდესაც ჩვენ განმარტეთ და ძალიან დეტალურად განმარტეთ თქვენ ინსულტის თავისებურება, რაობა ბავშვთა ასაკთან მიმართებაში, ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, 0-დან 18 წლამდე ასაკში და მუცლად ყოფნის პერიოდსაც კი გადავხედეთ, ხო? არის თუ არა დღეს ცნობილი მედიცინისათვის ვის ემართება ასეთი რამ? ვიცით კატეგორია, სადაც მაღალია რისკი, ბავშვები, რომელსაც შეიძლება განუვითარდეს ინსულტი. არის ასეთი რისკის ჯგუფი განსაზღვრული? როგორც უკვე ვთქვით, ახალშობილებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ჰიპოქსიური ისემიური ენცეფალოპათია, თუმცა არის სხვა განმაპირობებელი მიზეზები, ეს არის გულის თანდაყოლილი მანკები, რომელიც არა მარტო ახალშობილობის პერიოდს, არამედ ბავშვობის, უფრო მოგვიანებით ჩვილობის და ბავშვობის პერიოდსაც ეხება და ზოგადად ბავშვთა, ანუ პედიატრიული ინსულტის 30% სწორედ კარდიოემბოლური მიზეზით განპირობებულ ინსულტებზე მოდის და რას ნიშნავს ეს?
გულის თანდაყოლილი მანკის პირობებში ჩამოყალიბებული ემბოლი, რომელიც იწვევს იშემიური ინსულტის, ანუ ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული, იმიტომ ჩვენ თქვით შევთანხმდით ორი ტიპის ინსულტი შეიძლება იყოს იშემიური და ჰემორაგიული, ანუ სისხლშაქცევით განპირობებული და სისხლის შემცირებული ნაკადის მიდინებით განპირობებული, მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ამიტომ ვხსნი ასე. განპირობებული ინსულტი. შესაბამისად, იშემიური ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც ახალშობილობის, ისევე მოგვიანებით პერიოდში ეს გახლავთ გულის თანდაყოლილი მანკები და შედარებით უფრო იშვიათად გულის შეძენილი დარღვევებიც. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის, როდესაც ჩვენ ნევროლოგები ვდგევართ იმ კლინიკური დილემის წინაშე, რომ ხომ არა აქვს ბავშვის იშემიური ინსულტი და ცხადია ამას ვადასტურებთ რადიოლოგიური კვლევით კლინიკურ სიმპტომებთან ერთად, პირველ რიგში ვაკეთებთ და ვატარებთ კონსულტაციას კარდიოლოგთან. მისი კომპეტენცია და მან უნდა გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევა იმისთვის, რომ გულის სტრუქტურული ცვლილებები შევისწავლოთ, თუ ასევე საჭიროა გულის რითმის გამტარებლობის და გულის რითმის და გამტარებლობის შესწავლა, ვინაიდან მოზრდილთა ინსულტის დროს არითმიათა ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ინსულტის განვითარების, ბავშვთა ასაკში ის არც თუ ისე ხშირია საბედნიეროდ, თუმცა არსებობს ერთეული შემთხვევები, რომ ბავშვთა ასაკში გულის რითმის დარღვევა შესაძლებელია იყოს მიზეზი კარდიოემბოლური მიზეზით ეტიოლოგიით განპირობებული ინსულტის განვითარების. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, როგორც ახალშობილობის პერიოდში, ასევე შედარებით უფრო მოგვიანებით პერიოდში, ეს გახლავთ ინფექცია. მაგრამ ინფექცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ახალშობილობის პერიოდში. ეს არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ინფექცია და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ამიტომ დედების ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში, პრენატალურ სიცოცხლეზე, ანუ პრენატალურ დაბადებამდე ჯანმრთელობაზე და თავის ტვინის განვითარებაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ სასურველია ყველა ქალბატონმა ორსულმა ჩაიტაროს სკრინინგი თანდაყოლილი ინფექციების არსებობის შესახებ. რაც შეეხება არტერიების, ანუ სისხლძარღვების დაზიანებით განპირობებულ ინსულტს, მოგეხსენებათ მაყურებლისთვის, ვინც გვისმენს ალბათ, პირველი რაც თქვათ, პირველს რასაც მოიაზრებენ ინსულტის მიზეზად, ეს არის ათეროსკლეროზი, რომელიც თქვენთვის როგორც ნუტრიციოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და მაყურებლისთვისაც, ვისაც ქონია რაიმე ტიპის კავშირი მოზრდილთა ინსულტთან და საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა სამწუხაროდ, პირველ რიგში ალბათ რასაც მოიაზრებენ არის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება. საბედნიეროდ ბავშვთა ასაკში ათეროსკლეროზს ვერ განვიხილავთ ინსულტის რისკ ფაქტორად. თუმცა არსებობს კვლევები, რომ მოზრდილობაში განვითარებული ინსულტის, ათეროსკლეროზით განპირობებული ინსულტის მქონე პირებში, როდესაც შესწავლილი იყო მათი ასე ვთქვათ ვასკულური ჯანმრთელობა და ასე ეწოდება მას ბავშვობის ასაკში, ანუ სისხლძარღვთა მდგომარეობა, მას პირდაპირ ასე ეწოდება ნევროლოგების და ანგიოლოგების ენაზე ვასკულური ჯანმრთელობა, მათ არც თუ ისე ხელსაყრელი ვასკულური ჯანმრთელობა ჰქონდათ ბავშვთა ასაკში, ანუ გარკვეული რისკი ათეროსკლეროზული დაზიანების შესაძლებელია ბავშვთა ასაკში იყოს, თუმცა მას კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალშობილობის პერიოდზე თუ ვისაუბრებთ, ასევე ინფექციები და ჰიპოქსიური იშემიური დაზიანება ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია ტრამვა. და ამ ტრამვაში ხა ცხადია არ გულისხმობ მხოლოდ იმ ტრამვას, რომელიც ვთქვათ ახალშობილმა ფიზიკურად შეიძლება მიიღოს, არამედ იგულისხმება მშობიარობის პერიოდში არსებული ტრამვა. ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი შემთხვევები, რომ ვითარდება არა სწორად ჩატარებული მშობიარობის პირობებში, შესაძლებელია განვითარდეს არა მარტო იშემიური, ბევრად უფრო ხშირად ჰემორაგიული ინსულტი, ანუ სისხლჩაქცევით განპირობებული დაზიანებები, ეს შეიძლება იყოს როგორც ტვინის ნივთიერებაში, ანუ ინტრაპარენქიმული, ასევე შეიძლება იყოს პარკუჭებში, ეს ტვინის სტრუქტურა გახლავთ, სუბარაქნოიდულ სივრცეში, ეს არის სივრცეში, სადაც თავზურგტვინის სითხე ცირკულირებს და ასე შემდეგ. თუმცა საბედნიეროდ უმეტეს შემთხვევაში აი ამ ტიპის სისხლჩაქცევები თვითნებურად განიცდის უკუგანვითარებას და მას დამატებით
ან მედიკამენტური, ან ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. მე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ რაკი ათეროსკლეროზი ახსენეთ, რომელიც საზოგადოებისათვის ადვილად ასოცირებულია ინსულტთან და თქვათ ასაკთან გაიგივებული შეიძლება იყოს ზოგიერთი პრობლემა. არსებობს სიმპტომები, რომელიც შეიძლება საზოგადოებისათვის სტერეოტიპულად ინსულტს უკავშირდება. მაგალითად, შეზღუდვა მოძრაობის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე აბრევიატურის გამოყენება, რომელსაც ნევროლოგები urჩევენ ფართო საზოგადოებას და ჩვენს გადაცემაში ამ აბრევიატურას სისტემატურად ვუბრუნდებით, როდესაც უნდა ამოვიკითხოთ სახის სიმეტრიულობა, მივაქციოთ ყურადღება მეტყველებას, როგორია ვთქვათ ძალა კიდურში, ან ხომ არ არის შეზღუდვა მოძრაობაში და ასე შემდეგ. ანუ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლის ამოცნობა სრულიად არასამედიცინო განათლების მქონეა. არა გათვითცნობიერებულ ადამიანს გარემოცვაში შეუძლია დაინახოს ოჯახის წევრმა. ბავშვთა პრაქტიკაში ინსულტის შემთხვევაში როგორ ხდება? რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ოჯახმა, მშობელმა ყურადღება, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი აკი უჩვეულოა თავისი თემატიკით მნიშვნელოვანია, ალბათ იმ ნიშნებზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც სწორედ ბავშვთა პრაქტიკაში განსაკუთრებით მეტ ყურადღებას მოითხოვს. ძალიან კარგი შეკითხვა, მაგრამ ვიდრე სიმპტომებზე გადავალ, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ასე ვთქვათ, უნდა დავამატოთ იმისთვის, რომ მშობლები ყურადღებით იყვნენ. უფრო რომ გავცდეთ ახალშობილობის პერიოდს და გადავიდეთ სკოლამდელი და სკოლის ასაკის და ასევე ვთქვათ პუბერტაციის ასაკის ბავშვებზე, აუცილებლად მინდა მაყურებლის ყურადღება რამდენიმე რისკ ფაქტორზე, არა რისკ ფაქტორზე, არამედ ეტიოლოგიურ გამომწვევ ფაქტორზე შევაჩერო. ეს გახლავთ არტერიოპათიები, ანუ სისხლძარღვთა დაზიანება. ჩვენ თქვით, რომ ათეროსკლეროზული დაზიანება არ ახასიათებს ბავშვთა ასაკის ინსულტს, მაგრამ ახასიათებს სხვა ტიპის დაზიანებას სისხლძარღვების, რომელზეც აუცილებლად მინდა მაყურებელმა მიიღოს გარკვეული ინფორმაცია. ეს გახლავთ თუნდაც ჩუტყვავილას შემდგომ განვითარებული არტერიოპათია, ასევე ეწოდება პოსტვარიცელური არტერიოპათია, რომელიც საკმაოდ არც თუ ისე იშვიათად, მაგრამ არც ხშირად ვითარდება ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ. აი ცერებელიტი ახასიათებს მას ნათხემის ანთებითი დაზიანება და ასევე სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც შესაძლებელია იყოს ბავშვთა ასაკის ინსულტის მიზეზი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არტერიოპათიები, რომელიც განპირობებული არის შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებების დროს, მაგალითად სისტემური წითელი მგლურა, ან რაიმე სხვა ტიპის დაავადებები, რომელიც მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს პოპულარულ ენაზე, რევმატული ჯგუფის დაავადებებად არის მოსახლეობაში ცნობილი. აი რევმატული ჯგუფის დაავადებების მქონე ბავშვები იმყოფებიან გარკვეული, მაყურებელმა არ გაიგოს ისე რომ ეს აუცილებელი ნიშანია ამ ტიპის დაავადებების, თუმცა გარკვეულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ამ ტიპის ბავშვები იშემიური ინსულტის განვითარების. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს პედიატრიულ ინსულტთან, ჩვენ დიაგნოსტიკის მიზნით გვაქვს გარკვეული კლინიკური ალგორითმი, საერთაშორისო გაიდლაინი, რომელიც სხვათაშორის 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და ამ გაიდლაინის მიხედვით ერთი რომ ვატარებთ აუცილებლად კარდიოლოგის კონსულტაციას და კარდიოლოგიურ მეთვალყურეობას, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე, აუცილებლად ვატარებთ იმ ტესტებს, რომელიც ჩვენ მიგვანიშნებს რევმატოლოგთან ერთად გარკვეული რევმატული ტიპის დარღვევების შესახებ სისხლძარღვებში, ეს იქნება არტერიოპათიები თუ არტერიიტები, ამიტომ ეს არის კარდიოლიპინის ტესტი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის განსაზღვრა და ასე შემდეგ და მესამე დიდი ჯგუფი, რომელზეც ასევე მინდა მაყურებელმა იცოდეს განმაპირობებელი მიზეზებისა, ეს გახლავთ ნამგლისებუჯრედოვანი ანემია ან სისხლის ისეთი დაავადებები, რომელთა დროსაც სისხლი მიდრეკილია შედედებისადმი. ამიტომაც აი იმ უკვე ჩამოთვლილ დიაგნოსტიკურ მეთოდებთან ერთად აუცილებლად ვატარებთ ჰემატოლოგთან ერთად აუცილებლად ვატარებთ სისხლის კვლევას პროთრომბულ ფაქტორებს. ეს არის პროტეინი C, პროტეინი S, მე-9, მე-11 ფაქტორი ლეიდენის და ასე შემდეგ. ცხადე ამ დეტალებით მაყურებელს თავს არ შევაწყენ. მაგრამ რა მინდა ამით ვთქვა? ინსულტის ამოცნობა ცხადია, ამაზე ვისაუბრებ, თქვენ კითხვა დამისვით აუცილებლად, ეს ნევროლოგის კომპეტენცია გახლავთ, მაგრამ ამოცნობა და ნეირორადიოლოგის, მაგრამ ამოცნობის შემდეგ მისი მართვა მაინც ეფუძნება მულტიდისციპლინურ ჯგუფს, ამაში ჩართულია აუცილებლად კარდიოლოგი, აუცილებლად ჰემატოლოგი, აუცილებლად რევმატოლოგი. უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ
პირობებში ინფექციონისტი. რაც შეეხება კლინიკურ სიმპტომებს, თქვენ რაც ახსენეთ, ქალბატონო მარი, ეს უფრო ხშირად თქვა სახის ნერვის პარეზი, მეტყველების შეზღუდვა, ანუ აფაზია და ასე შემდეგ, უფრო მოზილთა ინსულტისთვის არის დამახასიათებელი. გამომდინარე სპეციფიკიდან თვითონ პედიატრიული ინსულტისა და გამომდინარე თვითონ ბავშვთა ასაკის სპეციფიკისგან, მათი ტვინის ფუნქციური და სტრუქტურული სპეციფიკისგან, ბავშვთა, ანუ პედიატრიული ინსულტის გამოვლინება განსხვავდება მოზრდილებისგან. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ცხადია ობიექტურ ინფორმაციას ვერ გააწვდიან. თქვა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აფაზიის დადგენა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ 2 წლამდე ისედაც მეტყველება ფიზიოლოგიურად არ არის განვითარებული. ასევე ვთქვათ, ახალშობილობის პერიოდში ცხადია და უფრო ვთქვათ, შვილობის პერიოდშიც ძალის შესახებ ინფორმაცია ჩვენ კი კუნთად ტონუსს ვამოწევთ, მაგრამ ობიექტური ვერ იქნება. ამიტომ ბავშვთა ასაკში ინსულტზე ეჭვი მიგვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ერთის, ცხადია კეროვანი ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნება სახის ნერვის პარეზი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ერთის მხრივ თუ ადგილი აქვს ცნობიერების დონის დარღვევას, ანუ ბავშვი იყო აქტიური ღვიძლის მდგომარეობაში კონტაქტური და თანდათანობით ან უეცრად გადავიდა სტუპორში, ანუ ადგილი ჰქონდა ძილიანობას და შემდგომ უკვე სტუპორი, კომა და ასე შემდეგ და ეს ხდება ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში. დიახ, ანუ მშობლის ენაზე რომ გასაგები იყოს, აი ვთქვათ, ძილიანი გახდა, მოდუნდა და შემდეგ უკვე კომა, ახლა ყველასთვის ძალიან ადვილი ამოსაცნობია, მათ შორის სამწუხაროდ მშობლებისთვისაც. ანუ პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კარდინალური ნიშანი უეცრად ძალიან სწრაფად განვითარებული ცნობიერების ცვლილება. მეორედად ძალიან არის დამახასიათებელი და ცნობიერების ცვლილებასთან ერთად ჩვენ ვაფიქრებინებს ინსულტის არსებობაზე, ეს გახლავთ გულყრები, ისევ და ისევ ეპილეფსია, რომელიც ახალშობილობის პერიოდში უმეტესად ფოკალურია, ანუ კეროვანია. მოზრდილობის შედარებით უფრო დიდი ასაკის ბავშვებში შეიძლება ფოკალურიც იყოს და შეიძლება იყოს გენერალიზებულიც. ანუ ეს ორი ნიშანი თუ გვაქვს ცნობიერების სწრაფად განვითარებული ცვლილებები და გულყრები, რომელსაც თუ ბავშვი შედარებით უფრო დიდი ასაკის არის, ანუ გაცდა ნეონატალურ პერიოდს, მასთან ერთვის ხშირად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სახის ნერვის პარეზი, სხვადასხვა კრანიული ნერვების დაზიანება, ერთვის სხეულის ნახევარში ჰემიპარეზი ეწოდება მას, მოძრაობის შეზღუდვა, ან სრული დაქვეითება, ჰემიპლეგია, ასეთ შემთხვევაში ცხადია, ჩვენ ვარაუდობთ ინსულტის არსებობას და დღევანდელ პერიოდში, როდესაც უკვე ხელმისაწვდომია ნეიროგამოსახვითი მეთოდები, აი ამ დიაგნოსტიკური ოდისეის გვირგვინს წარმოადგენს ნეირორადიოლოგიური კვლევა, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, ცხადია ანგიორეჟიმით, რომელიც გარდა ტვინის სტრუქტურისა აუცილებლად გვაწვდის ინფორმაციას სისძარღვების მდგომარეობის და მათი გამავლობის შესახებ. რეალურად ძნელია ასეთ რთულ საკითხზე ერთი გადაცემის ფარგლებში ყველაფერი ვთქვათ. თუმცა ჩვენი ამოცანა იყო დღეს საზოგადოების ყურადღება მიგვექცია ერთი მხრივ სტერეოტიპისთვის, რომ ინსულტი უფროსი ასაკის პრობლემათა ნუსხაში განიხილება და რატომღაც ბავშვებთან მიმართებაში ნაკლებად საყურადღებოდ მიაჩნიათ და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თავისებურებების ხაზგასმა, რაც თუ გნებავთ შესაძლო მიზეზთა ჩამონათვალს უკავშირდება ან გამოვლინებებს, რომლის ამოცნობა უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში თითქოს კონკრეტული ნიშნებით უკვე სტერეოტიპულად ვისწავლეთ. დღევანდელ თქვენ სტუმრობას ქონდა კიდევ ერთი დატვირთვა, ჩვენ ვისაუბრეთ საკითხზე, რომელიც შესაძლოა სტატისტიკურად ბევრ ადამიანს არ ეხება და საბედნიეროდ კარგია, რომ ბავშვს არ ეხება, თუმცა ნევროლოგიის თვალსაზრისით და ბავშვთა ნევროლოგიის თვალსაზრისით ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, მე მაქვს უკვე წახნაგები თქვენთან საუბარში გამოიკვეთა რამდენიმე კითხვა, რომელზედაც მე მინდა რომ გავაგრძელოთ მომავალში საუბარი, თუმცა დღეს მაყურებელს ამ თემასთან დაკავშირებით ამით დავემშვიდობებით, თქვენ დაგემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ და დამშვიდობებისას სრულად წარგადგენთ. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის სამეცნიერო საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი და ერთ-ერთი კომიტეტის
თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ამავე უნივერსიტეტის პედიატრიული ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი სოფო ბახტაძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის რა უნდა მივირთვათ კონკრეტული ორგანოს ჯანმრთელობისთვის. რა უნდა მივირთვათ კონკრეტული დაავადების თავიდან ასაცილებლად. რა უნდა მივირთვათ კონკრეტული დაავადების უკეთ მართვისთვის. ეს სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, საკვებ შეუძლია პრობლემები აგვარიდოს თავიდან და პრობლემების უკეთ მართვაში დაგვეხმაროს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება ადამიანის განვითარების რომელ ეტაპზე ვაკეთებთ ამ არჩევას და მაშინ, როდესაც ჩვენ შვილებზე ვსაუბრობთ, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე, პასუხისმგებლობა რამდენად დიდია, მე ვფიქრობ, ამას განმარტებაც არ სჭირდება. დიახ, თუ ჩვენ საუბრობთ ბავშვის ადეკვატურ განვითარებაზე, ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე, ფიზიკური განვითარებისთვისაც, მენტალური განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიზრუნოთ ბავშვის ნერვულ სისტემაზე და განსაკუთრებით ბავშვის თავის ტვინის ჯანმრთელობაზე. საკვებ შეუძლია დახმარება გაგვიწიოს. რა თქმა უნდა შეუძლია და ყველაფერი იწყება ჯერ კიდევ ჩასახვამდე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბავშვის ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია B9 ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით ადეკვატურად იყოს უზრუნველყოფილი ქალის ორგანიზმი და დღევანდელი მტკიცებულებით უკვე მამის ორგანიზმის, მომავალი მამის ორგანიზმის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მთელი მუცლადყოფნის პერიოდი, ყველა ეტაპი შეიძლება იყოს გამსაზღვრელი, რა მდგომარეობაში იქნება ბავშვის ჯანმრთელობა მისი სიცოცხლის სხვადასხვა ფაზაში. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სიცოცხლის პირველივე წუთებიდან ჩვენ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას ცხოვრების წესის ფაქტორების გააზრებისას, არა მხოლოდ კვებაზე საუბრისას, არამედ ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორების გააზრებისას, მაშინ ნერვული სისტემა შეიძლება სწორედ ამ ჭრილში განვიხილოთ და თავის ტვინი მით უფრო ბავშვის თავის ტვინის ჯანმრთელობა ამ ჭრილში განვიხილოთ. მოდით სწრაფად ჩამოვთვლი მე იმ ფაქტორებს, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით და რომელთა დახმარებით შეიძლება ბავშვის თავის ტვინის განვითარებას ხელი შეუწყოთ ან პირიქით შევაფერხოთ გარკვეული პროცესები. ის რომ ბავშვის ძილი უნდა იყოს დაცული და დავიცვათ ამის თავის ტვინი ბავშვისა და განვითარება მისი უზრუნველყოთ, ეს ყველა ოჯახმა იცის და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ამ კონტექსტში დღევანდელი 21 საუკუნის პირველი მეოთხედის დასრულების შემდეგ გავაცნობიეროთ ბავშვის თავის ტვინის ჯანმრთელობა არა მხოლოდ ძილთან, არამედ ეკრანთან და შესაბამის დამოკიდებულებასთან მიმართებაში. გასათვალისწინებელია ბავშვის ფიზიკური აქტივობა და ტვინის ჯანმრთელობა. ეს რომ ერთმანეთთან პირდაპირ არის ბმაში, ამაზე ვფიქრობ ყველა მშობელმა იცოდეს. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ფიზიკური აქტივობა, ტვინი და სოციალური კომუნიკაცია, ანუ ბავშვის ურთიერთობები არის ზუსტად ის სამკუთხედი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ბავშვის ტვინის განვითარებას. როდესაც საუბრობთ წონაზე, ჩვენ პრაქტიკულად ვლაპარაკობთ ბავშვის ფიზიკურ მახასიათებელზე, მაგრამ ისეთ მახასიათებელზე, რომელმაც შეიძლება ბევრად განსაზღვროს ტვინის მდგომარეობა და ტვინის განვითარების და ჯანმრთელობის პერსპექტივა. თუ ვიგულისხმებთ იმას, რომ ჭარბი წონა, განსაკუთრებით სიმსუქნე, ეს არის სისტემური ანთება, რომელიც ყველა ორგანოს აზარალებს და უპირველეს ყოვლისა, ასეთი ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე არის ბავშვის თავის ტვინი, რომელიც ინტენსიურად იზრდება, ინტენსიურად ვითარდება და ყველაფერზე რეაგირებს, როგორც კარგზე, ასევე ცუდზე. თუ კვებას დავაკონკრეტებთ, განსაკუთრებული დატვირთვა რასაკუთრებელია აქვს მავნეჩვევების ქონა არ ქონას და ასეთ შემთხვევაში მე დავიწყებდი სიამოვნებით საუბარს საკვები ნივთიერებების სახით მავნეჩვევებზე. როდესაც ბავშვი ხდება დამოკიდებული ტკბილეულზე, ბავშვი ხდება დამოკიდებული კოფეინშემცველ პროდუქტებზე, ბავშვს გარკვეული ძალიან მაღალი რისკის შემცველი დამოკიდებულება უყალიბდება ალკოჰოლთან. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო არჩევანი, როდესაც ფსიქოაქტიური ნივთიერების
გამოყენება ბავშვთა ასაკში თავის ტვინისათვის პრაქტიკულად მკვლელი ხდება. ჩვენ ვლაპარაკობთ არა ბავშვის სიცოცხლის მოკვდინებაზე, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ ნერვული უჯრედების დაღუპვაზე, რომელშიც ბრალდებული აღმოჩნდება ბავშვთა ასაკში ალკოჰოლი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად წყლის ბალანსზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს წყლის ადეკვატური მოხმარება, იმიტომ რომ ტვინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყლით შესაბამისი უზრუნველყოფა, რაშიც დიდი როლი ეკუთვნის მარილისა და წყლის თანაფარდობას, რადგან მლაშე პროდუქტების გამოყენება ამ წონასწორობას არ ღვევს. სხვაგვარი მოთხოვნები ყალიბდება წყალთან მიმართებაში და მიუხედავად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, მლაშე საკვების გამოყენებამ შეიძლება სერიოზულად დააზარალოს ნებისმიერი სისტემა და მათ შორის თავის ტვინი, რადგან მისი დამსახურებით წყლის შეკავება შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზიის ზრდის რისკი, რაც თავისთავად ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისათვის ნამდვილად არ არის ხელსაყრელი არჩევანი. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ შინაარსზე პროდუქტებისა, სადაც უკიდურესად დამუშავებულ პროდუქტებს აქვს თავისი წვრილი და ჩვენ ეს უკვე ვიცით, დასაბუთებულია, რომ ულტრაპროცესირებულ, ანუ უკიდურესად დამუშავებულ პროდუქტებს აქვს მაღალი პოტენციალი იმისა, რომ დააზარალოს მზარდი ბავშვის თავის ტვინი და შექმნას პრობლემები, მათ შორის ფუნქციური პრობლემები, რომელიც ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, ბავშვის გონებრივ განვითარებას, ბავშვის ინტელექტის ჩამოყალიბებას უკავშირდება. თუმცა მე ამ ყველაფერს გავაერთიანებდი კვების მოდელში, სადაც ყველაფერი მნიშვნელოვანია, როდის მიირთმევს, რამდენს მიირთმევს და რას მიირთმევს ბავშვი. დიახ, ეს არსებითია, იმიტომ რომ ბავშვი არის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დედის გულისცემაზე ორიენტირებული, ანუ იმ რიტმზე სწორდება მისი ბიოლოგიური საათი, რომლის გარემოშიც მას უწევს არსებობა. და სიცოცხლის პირველივე წუთებიდანვე გარკვეული რიტმულობა მისი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კვებაში, იმიტომ რომ პატარები იღვიძებენ რომ მიირთვან, შემდეგ იძინებენ, ისევ მიირთმევენ და ეს ქმნის მათ ყოველდღიურობას. ასეთ შემთხვევაში რეჟიმის შენარჩუნება ულუფასთან ერთად განსაკუთრებით საყურადღებო ბუნებრივი კვების გამოყენება სიცოცხლის პირველივე წუთებიდან და შემდეგ უკვე საკვები პროდუქტების სხვადასხვა ეტაპზე გათვალისწინება, მათ შორის ჭრილში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთი იერარქიით არ გამოიყურება, არადა ბავშვის თავის ტვინს რა სჭირდება, როდესაც მშობელი ამ კითხვას სვამს, როგორც წესი პასუხად ელოდება რომელიმე ვიტამინის ან მინერალის ან რომელიმე სამკურნალო საშუალების წამლის დასახელებას. სინამდვილეში ჩვენს ტვინს და განსაკუთრებით ბავშვის ტვინს სჭირდება მთავარი სამშენებლო მასალა, ეს გახლავთ ცილა. ცილა, რომელიც ყველა პროცესში არის ჩართული, მათ შორის რთულ ქიმიურ პროცესებში, სადაც ინფორმაციის გადაცემა ხდება და აზრის ჩამოყალიბებაშიც კი, იმიტომ რომ აზრის სხვა არაფერია, თუ არა კონკრეტული ცილების კანონზომიერი წყობა. შემდეგი პროდუქტი გახლავთ კარგი ცხიმები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედებისათვის და თუ გავითვალისწინებთ, რომ ომეგა-3 არის ამ ხრივ გამორჩეული პროდუქტი, რომელიც არაუბრალოდ უჯერი ცხიმოვანი მჟავების წარმომადგენელია, არამედ არის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების და თრომბოზის რისკის შემამცირებელი, მაშინ ბავშვთა ინსულტის შემთხვევაში ის გახლავთ ერთ-ერთი ის ფაქტორი, თუ დღევანდელ ჩვენს თემას გავითვალისწინებთ, რომელიც ბავშვის ტვინსაც ძალიან სჭირდება და უამრავი პრობლემის თავიდან აცილებაშიც გვეხმარება. შემდეგი გახლავთ ქოლინი. ქოლინი, რომელიც არის უნიკალური ნივთიერება და რომლის გარეშეც ჩვენი თავის ტვინის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია. ბავშვის ტვინის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია და რეკორდსმენი პროდუქტები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გახლავთ კვერცხი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მისი შემცველობა მაგალითად საქონლის ღვიძლში, რძის ნაწარმში, თევზეულში, თქვენ წარმოიდგინეთ სოიაში და ბროკოლში შეიძლება აღმოვაჩინოთ. მოდით სწრაფად ჩამოვთვალოთ ეგრეთ წოდებული ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება ბავშვის თავის ტვინს. ეს გახლავთ A ვიტამინი, ეს გახლავთ რასაკვირველია E ვიტამინი, ეს გახლავთ C ვიტამინი და ეს გახლავთ აი ამ ანტიოქსიდანტებთან ერთად, ძალიან ძლიერი მოქმედების ანტიოქსიდანტებთან ერთად D ვიტამინის როლი. დიახ, ბავშვის თავის ტვინისთვის მნიშვნელოვანია ცილაც, ომეგა-3-ც, ქოლინიც,
A ვიტამინი, C ვიტამინი, C ვიტამინი და D ვიტამინიც. და ამ ჩამონათვალს მოდით მე მინერალებით გავაგრძელებთ და გეტყვით რომ ჯერ B-ჯგუფის ვიტამინებს დავასახელებ და მნიშვნელოვანია B12 ვიტამინი და B9 ვიტამინი. მათი ჩართულობა ბავშვის კვების რაციონში არაუბრალოდ მაგალითად სისხლნაკლებობის რისკს აგვაცილებს. არამედ თავის ტვინის შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი დაცვა ნერვული სისტემისთვის და ძალიან ბევრი ფუნქციის შენარჩუნება და განვითარება. ხოლო რაც შეეხება B9 ვიტამინს ფოლიუმის მჟავაზე დაბადებამდე რომ უნდა ვიზრუნოთ, მე ამაზე არაერთხელ მithქვამს. მინერალების ჩამონათვალი, ეს გახლავთ რკინა, ეს გახლავთ აუცილებლად მაგნიუმი და ეს გახლავთ იოდი. ეს პროდუქტები განსაზღვრავს ბავშვის ტვინის ჯანმრთელობას და მათი ნაკლებობა აზარალებს ბავშვის ტვინის ჯანმრთელობას. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს ყველაფერი კავშირშია იმ უხილავ სამყაროსთან, რომელიც ქმნის ნაწლავ ტვინის ღერცს და ჩვენ უკვე შევთანხმდით. ნებისმიერ ასაკშია ეს ბმა მნიშვნელოვანი, თუმცა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ძლიერი გავლენის მქონე არის სწორედ ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ნაწლავ ტვინის ღერძი არის წინაპირობა არაუბრალოდ იმისა, თუ როგორ მუშაობს თავის ტვინი, არამედ როგორია დღეს და როგორი იქნება ხვალ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ წონასწორობის დაცვა, სადაც 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტი უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ამ ჩამონათვალში არაუბრალოდ ხილი, ბოსტნეული, მარცვლეულ-ბურღულეული, ცილოვან კომპონენტებზე საუბარი და რძის ნაწარმი უნდა შევახამოთ ერთმანეთთან, არამედ გავითვალისწინოთ, რომელი მოდელი იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ თავის ტვინისთვის და მათ შორის ბავშვის თავის ტვინისთვის ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ბოლო კვლევებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად მხოლოდ ხანდაზმულებისთვის სარგოკვების მოდელი არ არის. ის არის ზოგადად თავის ტვინის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, ეგრეთ წოდებული DASH დიეტა, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად და კიდევ უფრო შორს წავიდა თანამედროვე მტკიცებულებები და თქვენ გახსოვთ, ამ გადაცემაში თქვენ პირველად მოისმინეთ ეგრეთ წოდებული MIND დიეტის შესახებ. ეს სხვა არაფერია თუ არა კომბინაცია ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელისა ეგრეთ წოდებულ DASH დიეტასთან, ანუ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად არის შეხამებული ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელთან. ეს არის ზუსტად ის მოდელები, რომელზედაც ჩვენ ხშირად საუბრობთ, სისტემატურად საუბრობთ და რომელთა გამოყენება ცხადია იმ 12 პუნქტიან ჩამონათვალთან ერთად, რომელიც კონკრეტულ საკვებნიუთერებებს უკავშირდება, ეს არის საუკეთესო საშუალება და არჩევანი ჩვენი შვილების ტვინის ჯანმრთელობისათვის. მე დღეს ამ სიტყვებით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.